დღე, რომელსაც მთელი კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ელოდებოდა და დღეს, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გაიქცა. რატომ გახდა საერთოდ საჭირო ჯვარცმა? ვინ იყო ქრისტე? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე იყო განკაცებული ღმერთი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი არ არის. მაშინ რატომ გაეკრა ის ჯვარზე? რა მოხდა ჯვარცმით საერთოდ? დასაბამად ღმერთმა ხსნა სადაკერა. მინდა მამები გვასწავლიან, რომ მზაში იგულისხმება უხილავი ეციური ანგელოზები, უხილავი სამყარო, ხოლო ქვეყანაში იგულისხმება ხილული სამყარო, რომელსაც ჩვენ ხედავთ. ყველა ქმნილებას ღმერთი ქმნიდა ერთი სიტყვით. მინდა წერილში ესეა მოხსენიებული, რომ თქვა ღმერთმა და იქნა ნათელი. თქვა ღმერთმა და იქნა მიწა, იქნა წყალი, იქნა ცხოველები და ასე შემდეგ. 6 დღის განმავლობაში ღმერთი ქმნიდა ხილულ სამყაროს და თითოეული ქმნილების შექმნა მოხსენიებულია სიტყვებით. თქვა ღმერთმა და შეიქმნა. ადამიანზე არის გამახვილებული განსაკუთრებული ყურადღება წმინდა წერილში. თქვა ღმერთმა, მოდი შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენ. აიღო ღმერთმა მიწის მტვერი, მოზილა ადამიანის სხეული და მას სიცოცხლის სული. რა თქმა უნდა, ღმერთისთვის, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი არ არის, ისევე შეეძლო შეექმნა ადამიანი, როგორც შექმნა სხვა ქმნილებები, მაგრამ ამ სიტყვებით განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ადამიანზე, როგორც შესაქმნის გვირგვინს, განსაკუთრებულ ქმნილებას. და ამ სიტყვებიდანაც ჩანს ეს ყველაფერი, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. არც ერთ სხვა არსებაზე არ არის საუბარი, ესეთი სიტყვებით არ არის მოხსენიებული წმინდა წერილში, რომ ღმერთმა რომელიმე არსება თავის ხატად და მსგავსად შექმნა. რას ნიშნავს ხატება და რას ნიშნავს მსგავსება? ხატებაში იგულისხმება, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა ის თვისებები, რაც თვისებებიც მას აქვს. ღმერთი არის უკვდავი, ადამიანიც შექმნის წამიდან არის უკვდავი. ადამიანი გარდაიცვლება, მისი სხეული მიწად იქცევა, მაგრამ მისი სული არის უკვდავი, არსებობას განაგზობს სამარადისო. ღმერთი არის ბრძენი, ადამიანიც არის ბრძენი. ღმერთმა ადამიანს მისცა სიბრძნე. ღმერთი არის ქვეყნის სამქვეყნის პატრონი, შემქმნელი, გამგებელი. ღმერთმა ადამიანიც დაადგინა ამ სამყაროს გამგებელი. ადამმა დაარქვა დედამიწაზე ყველა ცხოველს თავისი სახელით. იმდენად დიდი სიბრძნე ჰქონდა ადამიანს, რომ ცხოველების და ფრინველების და სხვა ყველა არსების თავისი ბუნებიდან და თვისებიდან გამომდინარე დაარქვა ყველა სახე. ღმერთი არის თვითუფლებრივი, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ადამიანსაც ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება. კიდე შეიძლება სხვა თვისებები ჩამოთვალოთ, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, მაგრამ ეს საკმარისია. რას ნიშნავს მსგავსება? მსგავსება ნიშნავს იმას, რომ როგორც მინდა მამები განგვიმარტავენ, ადამიანს შეუძლია მიემსგავსოს ღმერთს და გახდეს როგორც ღმერთი. არა ისეთი ღმერთი, როგორც ღმერთია, ბუნებით ღმერთი ერთია. არამედ მადლით ღმერთი. ანუ განიღმთოს ადამიანი. და როგორ განიღთობა ადამიანი, როგორ შედის ადამიანში ღმერთი? იმ საიდუმლოებებში მონაწილეობით, რაც ეკლესიაში აღესრულება. ღმერთის მიერ დადგენილი მცნებების შესრულებით, ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლით, სულის გასუფთავებით, ნერვების დათხოვნით და ასე შემდეგ. ამით ნელ-ნელა ადამიანი ემსგავსება ღმერთს და განიღმთობა. ანუ ხდება როგორც ღმერთი. აი როგორც წმინდანები არიან, ისი მამები, წმინდა მოწამეები,
ქალწულმოწამეები, მღვდელმთავრები და ასე შემდეგ. ღმერთმა ადამიანი დაადგინა ედემის ბაღში, სამოთხეში, ენით აღმოწერილი სილამაზის ედემის ბაღში და ერთი მცნება მისცა. ყველა ხის ნაყოფი შეჭმა შეეძლო ადამიანს, გარდა ერთის, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტის. ღმერთმა უთხრა ადამიანს, თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამდა, მოგდებოდა. ეშმაკი, რომელიც თავის დროზე ანგელოზი იყო და ახლოს იყო ღმერთთან, ყველაზე ახლოს ყოფდა ღმერთთან, ვერ გაუძლო ამ პატივს, მოინდომა გაღმერთება, მოინდომა რომ პატივით ღმერთს გატოლებოდა, ის გამოც ის დაშლილი იქნა და გადმოგდებული იქნა ცეციდან და მასთან ერთად ანგელოზების სიმრავლე, ის იქცა ეშმაკად, ბოროტ ძალად. უყურებდა ეშმაკი ადამიანის ესეთ მდგომარეობას, ესეთ ნეტარებას სამოთხეში, შურდა მისი და უნდოდა რომ ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო ადამიანი, როგორც აღმოჩნდა. ყველის სახით ეშმაკი მიდის ევასთან და ეუბნება. შენ ღმერთმა მხილის ნაყოფი შეჭმა, იმიტომ აგიზალა, რომ ღმერთს არ უნდა რომ კიდევ იყოს ესეთი არსება, როგორც თვითონ არის და თუ შენ ამ მხილის ნაყოფს შეჭამ, გახდები ისეთივე როგორც ღმერთია და ამიტომ გაქვს ამ მხილის ნაყოფის ჭამა აკრძალვა. ევამ დაუჯერა ეშმაკს, რაც ფაქტიურად ნიშნავდა იმას, რომ მოინდომა ევამ გატოლებოდა თავისი პატივით ღმერთს, ანუ გამხდარიყო ისეთივე როგორც ღმერთია, ანუ იგივე ცოდვის ჩადენა მოინდომა ევამ, როგორც ეშმაკმა ჩაიდინა თავის დროზე. ევამ აცდუნა თავისი ქმარი ადამი, შეჭამეს აკრძალული ხილის ნაყოფი, ამით ჩაიდინეს იგივე ცოდვა, რაც ეშმაკმა ჩაიდინა ცეცაში და ისინი დაშლილი იქნენ სამოთხიდან გამოვიდა. ეს იყო ცოდვა, რომელიც ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, ძალიან დიდ სინანულს მოითხოვდა. რა თქმა უნდა, ადამს და ევას შეეძლოთ, რომ ისიერად სინანული გამოეხატათ და მას ღმერთი აუცილებლად აპატიებდათ და შეიძლება ისინი სამოთხიდან რაც გამოგდებულიყვნენ, მაგრამ ადამმა და ევამ დაიწყეს თავის მართლება, ერთმანეთზე გადაბრალება. ევამ გველს დააბრალა, ადამმა ევას დააბრალა და ამ გადაბრალებით ფაქტიურად მათ სინანული დაკარგეს. მაგრამ სამოთხიდან გამოგდებით ღმერთს ადამიანი უნუგეშოდ არ დაუტოვებია. და ღმერთმა აღუთქვა ადამიანს, რომ მოულენდა მესიას, რომელიც ეშმაკს დაამარცხებდა, თავს გაუჩეჩქავდა ეშმაკს, გველს, რომელმაც აცდუნა და ადამიანს კვლავ მიეცემოდა სამოთხეში დაბრუნების საშუალება. ეს არის ძველი აღთქმა. სამოთხის კარები დახშული იყო და მთელი კაცობრიობა ადამიანიდან და ევამდან მოყოლებული ელოდებოდა ღმერთისგან ძველი აღთქმის შესრულებას. ანუ ყველა იყო მესიის მოლოდინში. ყველა ელოდებოდა იმ მესიას, ვინც კვლავ გააღებდა სამოთხის კარებს და ადამიანი კვლავ დაბრუნდებოდა სამოთხეში. ამისთვის იყო ძალიან დიდი მსხვერპლი საჭირო ამ ცოდვის გამოსასყიდად. მსხვერპლი უნდა გაეღო ადამიანს, მაგრამ როგორც წმინდანები გვასწავლიან, ყველა მართალი ადამიანს ერთად რო გაეღო მსხვერპლი თავისი სიცოცხლე ყველას ერთად რო გაეღო, ვერ გამოისყიდნენ ამ ცოდვას და ცოდვაც ადამიანმა და ევამ ჩაიგდეს. ამიტომ საჭირო იყო მსხვერპლს ჰქონოდა ისეთი ფასი, შეუფასებელი ფაქტიურად ყოფილიყო, მაგრამ მსხვერპლი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ადამიანის. და ღმერთმა ისევ კეთილინება, ყოვლად მოწყალე ღმერთმა ადამიანი არ დატოვა უნუგეშოდ და ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ზე ღმერთი, როგორც ადამიანი, ისე მოროდნე სამყაროს. ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს შემქმნელი ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა, რომელიც
ვამბობთ, რომელზედაც ვამბობთ, რომ არის სამპიროვანი ერთი ღმერთი, არ ვამბობთ, რომ არის სამი ღმერთი, არამედ არის ერთი ღმერთი, აი როგორც წმინდანები გადმოგვცემენ ადამიანისთვის გასაგები რო იყოს, თუ როგორ შეიძლება სამი იყოს ერთი, მოყავთ მზის მაგალითი. როგორც მზეს ვუყურებთ ჩვენ როგორც ფორმას, მზისგან გამოდის სინათლე და გამოდის სითბო, მაგრამ არ ვამბობთ, რომ არის სამი მზე, არის ერთი მზე, რომელსაც აქვს ფორმა, რომლისგანაც გამოდის სითბო და გამოდის სინათლე. და ესე შეიძლება წარმოვიდგინოთ, უხეშად შეიძლება შევადაროთ ყოვლადწმინდა სამება, თუ როგორ შეიძლება იყოს სამი პირი და შეიძლება იყოს ერთი ღმერთი. ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი განხორციელდა ადამიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუნცლიდან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მიიღო ადამიანური სხეული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუნცლში იზრდებოდა როგორც ადამიანი, მოევლინა სამყაროს, იზრდებოდა როგორც ადამიანი და დღევანდელ დღეს აღსრულდა ის მსხვერპლი, რომელსაც მთელი კაცობრიობა ელოდებოდა. იესო ქრისტემ, განკაცებულმა ღმერთმა, ღმერთად ადამიანად მოსულმა ღმერთმა, ჯვარზე დაღვარა ის სისხლი, რომელსაც მთელი ძველი აღთქმის მართალი ადამიანი ელოდებოდნენ ჯოჯოხეთში. ვინაიდან და რადგანაც სამოთხის კარების ადამიანის და ევას სამოთხიდან გამოგდების შემდეგ სამოთხის კარები დაშული იყო და ყველა მართალი ადამიანი იმის გამო, რომ მესია ჯერ კიდევ არ იყო მოსული და ეს ცოდვად რჩებოდა, ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. დღევანდელ დღეს აღესრულა ეს მსხვერპლი. ჯვარზე გაეკრა ღმერთი, რომელსაც შეუძლებელი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო ამ მსხვერპლის გარეშე, ამ ტანჯვის გარეშე, ამ წამების გარეშე გამოეხსნა ადამიანი და ისედაც მოხდარიყო, რომ ჯვარზე არ გაგრულიყო და ისე გაეთავისუფლებინა ადამიანი ჯოჯოხეთიდან, იმიტომ რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ამ მსხვერპლის გარეშე, ამ თავდადების გარეშე, ამ წამების დათმენის გარეშე, ამ ტკივილების დათმენის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივხვდებოდით თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი ქმნით, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი და რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო მან ადამიანისთვის. და ჩვენ ახლობელი ადამიანი რამე კარგს რომ გავიზრდებს და პატივს გცემს და დაგვეხმარება, როგორ გვიყვარდება ესეთი ადამიანი. ეს გაწირავს ჩვენი გულისთვის ხო საერთოდ. წარმოიდგინეთ, ღმერთმა, სამყაროს შექმნელმა ღმერთმა თავი გაწირა ჩვენი გულისთვის. ამხელა მსხვერპლი გაიღო და ეს ყველაფერი თავისი ნებით აღასრულა. იესო ქრისტეს მოციქულები ეუბნებიან, რომ როდესაც მან ფერი იცვალა თაბორის ტაძრზე, მოციქულები ეუბნებიან, რომ მოდი აქ დავრჩეთ, თაბორის ტაძრზე დავრჩეთ, იმიტომ რომ მოეწონათ მოციქულებს, როდესაც იესო ქრისტემ თავებრივი ბუნების ნაწილი გამოავლინა, ფერი იცვალა მათ წინაშე, სამი კარავი დაუდგა, თუ და აქ დავრჩეთ. მაგრამ იესო ქრისტემ ესეთი პასუხი გასცა, არაზრახავ ღვთისასაო პეტრე მოციქულს ეუბნება, არამედ ადამიანური ბუნებით განსჯი. ეშმაკის საქმეს აკეთებ, ეშმაკის საქმეს აცხადებო. იესო ქრისტე ამბობს, რომ მე რომ მინდოდესო, რომ ეს მსხვერპლი აღესრულოს, ზეციური მხედრობა 12 ლეგიონი ჩამოვა ანგელოზების სიციდან და გამოთავისუფლებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ გააკეთა, იმიტომ რომ ეს მსხვერპლი ნებით აღასრულა იესო ქრისტემ. თავისი ნებით ავიდა ჯვარზე, იმიტომ რომ იცოდა, რომ ამ მსხვერპლის გარეშე, ამ ჯვარცმის გარეშე ადამიანის გამოსვლა ვერ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა იმ სიყვარულის დადასტურება, რასაც ღმერთი ჩვენს მიმართ აუღეს. უნდა მიულოცოთ თუ არა დღევანდელი დღე ერთმანეთს, აი ხშირად შეიძლება მრევლშიდაც იყოს ისეთი ადამიანი, როდესაც წითელ პარასკევს ერთმანეთს ულოცავენ და ეს არის გლოვის დღე. დღეს მოხდა მკვლელობა, რომელიც აი საკითხავებშიდაც თუ უსმენდით,
ესეა მოხსენიებული, რომ მსგავსი სისასტიკე არ გამოურენია ადამიანს არავისმე. და ეს არის მართლმადიდებელი ადამიანის ყველაზე დიდი გლოვის დღე. ყველაზე მკაცრად ინახავს დღევანდელ დღეს მართლმადიდებელი ადამიანი. ასე რომ დღევანდელ დღეს ერთმანეთს არ უნდა ულოცოთ. იმიტომ რომ მე მგონი ერთმანეთს არ ულოცოთ, როდესაც ვინმე გვიკვდება. ხო, ესე არის. მოკვდა პიროვნება ჩვენთვის, რომელიც ყველაზე საყვარელია. რომელიც შეიძლება შეუფასებელი იყოს ყველასთვის, ხო? ასე რომ ეს არის გლოვის დღე, როდესაც აღესრულა საშინელი მკვლელობა. უნდა მიულოცოთ ერთმანეთს ავდო, როდესაც მესამე დღეს, ჯვარცმიდან მესამე დღეს ისე ავდგა, ამას უკვე ერთმანეთს მიულოცოთ ერთად ფიზიკა. მადლობა ღმერთს ამ შეფასების გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ზიარების საიდუმლოს შესახებ, რამდენად დიდი წყალობა არის, როდესაც ღმერთი თავის ხორცს და სისხლს გვაძლევს, გვაჭმევს. და რამდენად დიდი წყალობა არის, როდესაც ღმერთი შენი გულისთვის თავს წირავს. მე მგონი ამას ძალიან კარგად უნდა დავუფიქრეთ და ძალიან კარგად უნდა შევაფასოთ, რომ დავაფასოთ ეს მსხვერპლი, დავაფასოთ ეს თავგანწირვა და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის მადლიერება უნდა გამოქვთ. ჩვენი სწორი ცხოვრება პირველ რიგში და ეკლესიის ერთგულება.